სასტუმრო სექტორის გაძლიერება და მომსახურების სტანდარტების ამაღლება. სწორედ ამ საკითხებს მიეძღვნა Key Hospitality Group-ის მასშტაბური ღონისძიება თბილისში, რომლის მიზანია საქართველოში თანამედროვე სტუმარ მასპინძლობის სტანდარტების დამკვიდრება და სერვისის ხარისხის გაუმჯობესება. უცხოელი ვიზიტორი ყოველთვის ელოდება საერთაშორისო სტანდარტულ ოპერაციულ პროცედურებს, როდესაც სტუმრობს საქართველოს და ზოგადად სასტუმრო სფეროს. შესაბამისად, ქართული სტუმართმასპინძლობის და საერთაშორისო სტანდარტების შერწყმა იქნება ის გამოსავალი, რაც განავითარებს ქართულ სერვისს სტუმართმასპინძლობის სფეროში. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ კოდშია სტუმართმასპინძლობა და გვიყვარს სტუმრის მიღება, განთავსება. თუ ჩვენ არ მოვერგებით საერთაშორისო სტანდარტებს და არ ვიმუშავებთ იმაზე, რომ სტუმარი უკან დაგვიბრუნდეს, შესაბამისად ბიზნესიც არ განვითარდება. იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოში ვითარდება ეს სფერო. საერთაშორისო სასტუმროებს, მათ აქვს თავიანთი, ესე ვთქვათ, აქტიური ნაწილი საერთაშორისო კუთხით, მაგრამ არის ძალიან ბევრი დამოუკიდებელი სასტუმრო, რომელიც არ იყენებს ამ საერთაშორისო სტანდარტებს და ჩვენი კომპანია ვცდილობთ, რომ მივაწვინოთ ხმა. კადრების დეფიციტი და პერსონალის განვითარება ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა სტუმარ მასპინძლობის სფეროში. სწორედ ამ პრობლემის დასაძლევად ღონისძიებაზე მოიწვიეს საერთაშორისო სპეციალისტები, რომლებიც საკუთარ ცოდნას და გამოცდილებას უზიარებდნენ ადგილობრივ მენეჯერებსა და პერსონალს. პროგრამაში შედიოდა როგორც პანელური დისკუსია, ისე პრაქტიკული მასტერკლასები, მიზანი კი სექტორის გაძლიერება და მომსახურების სტანდარტების ამაღლება. So first of all, I have to say that ვიტყოდი, რომ საქართველოში სტუმარმასპინძლობა მხოლოდ ინდუსტრია არ არის, ეს არის კულტურის ნაწილი, იდენტობის ნაწილი. თუმცა როგორც ბევრ ქვეყანაში ჩვენც ვაწყდებით გამოწვევებს, ეს არის კვალიფიციური კადრის დეფიციტი, უკვე არსებული პროფესიონალების შენარჩუნების პრობლემა. ასევე დგება სტუმარმასპინძლობის სფეროში სტანდარტების აწევის საჭიროება, განსაკუთრებით გლობალურ კონკურენტულ ბაზარზე. ეს ღონისძიება სწორედ ამ პრობლემის დაძლევაში დაგვეხმარება. საქართველო უმშვენიერესი ადგილია და ტურიზმის სფეროში დიდი პოტენციალი აქვს. ასეთი ღონისძიებები კი ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის, რადგან მოხდეს საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება, რომლის საფუძველზეც სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიაში მომსახურების დონე გაუმჯობესდება. საქართველო უნიკალურია თავისი კულტურით, ბუნებით, მრავალფეროვანი რეგიონებით, აქვს უნიკალური სამზარეულო. აქ ტრადიციულ ქართულ სტუმართმოყვარეობას თუ დაემატება საერთაშორისო სტანდარტები, ტურისტებისთვის მოსაზიდად იდეალური კომბინაცია იქნება. პროექტი ამით არ სრულდება და მომავალში მას უფრო მასშტაბური სახე ექნება. თბილისის გარდა იგეგმება მრავალჯერადი და გრძელვადიანი ტრენინგების ჩატარება კახეთში, ბორჯომსა და შავი ზღვის კურორტებზე.